აქ ტყიანი მიწები წარმოიქმნა, იმ ადგილებში კი, სადაც იშვიათად წვიმდა ღია მდელოები. ამ ბალახიან მინდვრებში ცხოველებს ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდათ. ესენი აღმოსავლეთის გიგანტური კენგურუები არიან. ეს კი მათი სამშობლოა. აქ კარგად იკვებებიან და საკმაოდ ძლიერები არიან. ზრდასრული კენგურუს სიმაღლე 2 მეტრს აღწევს და ის დოღის ცხენივით სწრაფია. ამ ღია მდელოებზე სიჩქარე ნამდვილად საჭიროა. რადგან, სადაც დიდი ჯოგი ბინადრობს, იქ მტაცებლებიც აუცილებლად ჩნდებიან. დინგოები. მგლების შთამომავლები, რომლებიც აქ 4000 წლის წინ ადამიანებმა აზიიდან ჩამოიყვანეს. ხროვას თეთრი მდედრი უძღვება. ისინი ნადირობას იწყებენ. პანიკის გამოწვევა ჯოგის გამოცდა. დედები, რომლებსაც ჩანთაში პატარები ჰყავთ, შედარებით ნელად არიან. თუმცა დინგოსგან გაქცევა მაინც არ უჭირთ. იქნებ ჩასაფრებამ გაამართლოს. მაგრამ როგორც ჩანს, პატარა გამოუცდელი კენგურუების დაჭერაც კი შეუძლებელია. ამ ღია გაშლილ მიწებზე დინგოებს სისწრაფე არ ყოფნით. მაგრამ თეთრი მდედრი ლიდერი სწორედ მისი გამძლეობის და რაც მთავარია ინტელექტის გამო ხდება. დღეს 18 მილი გაირბინა, თუმცა მაინც არ ნებდება. ახლა კენგურუების სხვა ჯგუფს მიადგა. აქ რელიეფიც უსწორმასწოროა. სწორედ ეს სჭირდებოდა. სურს ზემოთ გაიტყუოს და დაწევას სცადოს. როგორც კი მეორე მხარეს გადადიან, კენგურუები სიჩქარეს უმატებენ. ადვილად გაასწრებენ თუ კონტროლს არ დათმობენ. თეთრ დინგოს შეუპოვრობისთვის არაერთი მიზეზი აქვს. ის დედა
ჩვენ თვალწინ იშვიათი სანახაობა იშლება. დინგოს ლეკვები თითქმის არასდროს ჩნდებიან ხოლმე. ერთი სადილისთვის ამხელა ჯაფაა საჭირო. ღია მინდვრებში პატარების გაზრდა ძალიან რთულია.